ცოტა სივიწროვია, მაგრამ სისუფთავია. კაია მომწონს, შვენიერია თუ გავშვენიერი, იდეალურია. მოგესალმებით, ჩვენ ვიყოფებით ლილო არენაზე და დღეს საუბარი გვექნება წრიული რბოლის ავტომობილებზე და არა მარტო ავტომობილებზე, ზოგადად სეზონზე. ეს ავტომობილი, როგორც ვიცი, წრიული რბოლის ბოლო მონაწილე იყო ჩვენთან, რომელიც ავაწყეთ. მინდა აღვნიშნოს, რომ დაახლოებით წრიული რბოლის მონაწილეების 80% ჩვენთან გამზადდა. სრულად არა, დაახლოებით 60% სრულად გავამზადეთ, უსაფრთხოების კარკასის აღჭურვით, მე მგონი 80% რა, დაახლოებით ეგ ციფრები იყო. ამ ავტომობილის მეპატრონი არის დამწყები წრიულ ბოლაში, თუმცა ავტოსპორტთან შეხება ჰქონდა მანამდე, დრიფტიდან გადმოვქაჩით. თორნიკე, გვეწვიე? მოკლედ, თორნიკე მაისურაძე, გამარჯობა. გამარჯობა. მოგვიყევი, რა შეგრძნებებია? როგორ მოხვდი ჩვენთან ეს წრიული რბოლის თემაში, რა გზა გაიარეთ, რომ დეტალურად ჩვენმა მაყურებლებმა იცოდნენ, თუ რა სირთულეებს უნდა გაუმკლავდნენ და საიდან უნდა დაიწყონ. მოკლედ, ჩემი ისტორია დაიწყო BMW 30-ით, რომელიც დაახლოებით 5 წლის წინ შევიძინე და მინდოდა რომ დრიფტის მანქანა მყოლოდა რა. ამით დაიწყო ჩემი ავტომობილებთან ესეთი უშუალო კონტაქტი სპორტულ ავტომობილებთან. ამ 30-ს დაახლოებით 5 წელი ვაწყობდი და ბოლომდე ვერ მივიყვანე ეს მანქანა რა და აი ზუსტად ცნობით შაურთები ბოდუში ხალხი 5 დღეში აწყობს ხოლმე რა. კი, შეიძლება. იგივე მოდელი. შეიძლება, მაგრამ მე უბრალოდ აი სულ ყველა მაგას ამბობს, რომ აი ყველა წვრილმანებში რაღაცა ვეძიები და მინდა რომ აი დეტალებში არის ხარისხი და სხვაობა, მაგრამ ყველაფერი მინდა რომ ჩემს გემოზე იყოს რა, აი გაკეთებული მანქანებიც, ზოგადად ის მანქანა სხვაგან გამიკეთეს, მაგრამ რომ მივიყვანე სახში, მე სულ ყველაფერი ჩემ გემოზე გავაკეთე რა და თავისი ავტომობილის კეთების დროს თორნიკე აი მოყვარულია ევასება თვითონ კეთების პროცესი ევასება რა და ჩვენი ახალი სტაჟიორი იყო, რომელსაც სტატუსი ჰქონდა დამკვირვებლის სტატუსი. ანუ თორნიკე რო ჩვენთან მოდიოდა სამუშაო პროცესში, უსვათ სამუშაო სივრცეში გადავსახებდით ერთმანეთს, რომ დამკვირვებელი მოვიდა. უძინართა მზეში რო არის რა, გადაუსწვინეს ერთმანეთს და იქ რო შევდივარ რაღაცა უცბად. თან მე რაღაცებს მე ჩავთავ კიდე რა. მოკლედ, ეს სპორტი როგორც ვიცით, კონკრეტულად წრიული რბოლები დაახლოებით 8 წელი შეჩერებული იყო, კომპაქტ თასი ტარდებოდა მანამდე და ნუ იმის მერე ძალიან დიდი პერიოდი გავიდა და ზუსტად აი ამ პერიოდში უკვე ამ 30-ს გაყიდვა რომ მინდოდა. ნუ მაინც ბოლომდე არ ქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ უკვე ვფიქრობდი, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე რა და ეს ინფორმაცია გაჟღერდა რომ წრიული რბოლები იგეგმებოდა და ნოდარ სვანიძე მოკლედ მინდა აღვნიშნო რომ დიდი დამსახურებაა ჩემი მეგობრის, რომელმაც მოკლედ აი დაჟინებით თქო გაყიდე ეგ 30 და მოკლედ ყველანაირად მოგეხმარები გვერდში დაგიდგებიო რომ ამ მანქანით იასპარეზო და მართლაც ესე არის დღემდე ჩავერთვები ვინც არის გვერდში მიდგას რა და ვინც არის ნოდასვავიძე იგივე GT პერფორმანსი. კი, GT პერფორმანსი თავის მთლიან გუნდთან ერთად. მოკლედ ნათელ ხარეზე გადმოგიყვანეს თავისი მოსაზრებით? აბა დრიფტერებს ვკითხოთ რამდენად ნათელია? რა ვიცი, მეც პატარა გამოცდილება მქონდა, გამოვედი 30-ით King of Drifts-ზე მხოლოდ ერთი ეტაპი. სულ მე მგონი რაღაც 3 ესე ვთქვათ გარბენი მომიწია და ნუ გამოვეთი შემერე. და ეს იყო რა, უბრალოდ ისიც მაინტერესებდა რა ხდებოდა რა, ნუ ვარჯიშითაც არ მივარჯიშია ფაქტიურად რა. ამით დასრულდა ჩემი დრიფტის ისტორია და ნუ მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ 90 შევიძინე და ამით გავაგრძელე ესე ვთქვათ ჩემი სპორტი წრიულ რბოლებში. თორნიკე, რა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავით რა? მე როგორც ვიცი შენ რამოდენიმე ეტაპი გამოტოვე თუ ერთი ეტაპი გამოტოვებული? მე მაქვს გამოტოვებული 2 ეტაპი. 2 ეტაპი. კი, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე, ნუ მოკლედ ეს მანქანა ამერიკაში არის შენაზენი, ეს მთლიანი გზა მოგვიყევი რა. ამერიკაში აქამდე როგორ მოხვედი? ეს ავტომობილი ამერიკაში შევიძინეთ და ზუსტად ამის გამო, რა ვიცი, ის პერიოდი დაემთხვა, რომ გაიწევა ამ მანქანის საქართველოში ჩამოსვლა. დააგვიანდა რა მოკლედ და დაახლოებით 10 დღით ადრე ჩამოვიდა რბოლამდე, პირველ რბოლამდე რა და ნუ როგორც ვიცით, ახლა სხვა მანქანებიც მაგ პერიოდში იწყობოდა, არც ერთი მანქანა არ იყო თითქმის დამთავრებული და კონკრეტულად ახლა ჩემი მანქანა საერთოდ ნულიდან უნდა დაწყებული იყო, შესაბამისად ვერ მოესწრებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი იყო გასაკეთებელი და ესე რაღაცა უცბად გაკეთებულს ჯობდა რომ დაგვეცადა და მეორე ეტაპზე გამოვსულიყავით. უფრო მომზადებულად, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ
მეც გამოცდილება რახან არ მქონდა, ხონდა მევარჯიშა. ეს ნოდოს მანქანით ვარჯიშობდი, რამოდენიმე წრე ვიარე. მაგრამ როგორც ჩანდა, თან სხვებთან შედარებით არ იყო ეხა ის დრო, როგორც მე დავდიოდი, კონკურენტუნ არიანი და შესაბამისად მოკლედ არც გამოვედი რა. მანქანა რომ ჩამოვიდა იმ ღამესვე მოკლედ უკვე ნუ მანამდეც დაგეგმილი მქონდა რა როგორ იქნებოდა, იმიტომ რომ დიდი ხანი ველოდებოდი თან როგორც აღნიშნე და მეორე დღესვე უკვე მანქანა ბოლომდე დაშლილი მყავდა, ნუ იმ კონდიციამდე მივიყვანე, რომ ლევანისთან მიმეყვანა თავისი ხოდით ესე ვთქვათ. და შემდეგ უკვე კიდე დასამთავრებელი ყავდა, დასამთავრებელი არა, უბრალოდ ლევანის რაღაც სხვა საქმეები ჰქონდა, იმ პერიოდში ცოტა ესე დაემთხვა. მაგრამ მე დაიწყო მანქანის კეთება რა. მოკლედ სანამ ეს მანქანა ჩამოვიდოდა კიდე მანამდე შეძენილი მქონდა ეს უსაფრთხოების კარკასი, რომელიც ჩამოსული იყო უკვე, აქ იყო ადგილზე იყო. და დანარჩენი დეტალების რაც იყო საჭირო ეს სავალი ნაწილები ესე ვთქვათ, წვრილმანები არის, აი ამორტიზატორები მაგალითად, ამორტიზატორები, რომელიც ყველას ერთი უნდა გვეყენოს, შევიძინე წინასწარ, ეს ყველაფერი ნაყიდი მქონდა, მოკლედ რაც შეიძლებოდა. რაც რეგლამენტით იყო გაწერილი და ნუ ნელ-ნელა დავიწყეთ მე ამ მანქანის საწყობა და ის დანარჩენი უკვე ლევან შენს მოკლედ რისით გამიდა იმისთვის რომ ავტოსპორტში ჩაერთოთ თავარია პირველ რიგში აიღოთ ლიცენზია შესაბამისად სახეობების მიხედვით ლიცენზია განსხვავებულია მაგალითად წრიული ბოლის ბოლოში თუ გინდათ მოსვლა უნდა აი მიმართოთ საავტომობილო სპორტის ფედერაციას გააკეთოთ განაცხადი აიღოთ წრიული რბოლის შესაბამისი ლიცენზია და შემდგომ უკვე შეგიძლიათ თქვენ სახელზე ჩამოიყვანოთ ავტომობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამარტივებული გზა გამბაჟების შესახებ და მთლიანი სისტემის შესახებ არ მუშაობს. ამიტომ პირველ რიგში მიდიხართ იღებთ ლიცენზიას, შემდგომ ყიდულობთ ავტომობილს, ჩამოყავთ, ავტომობილის ჩამოყვანამდე გაქვთ ძალიან დიდი დრო, მინიმუმ 2 თვე და 3-4 შეიძლება გაგრძელოს. უფრო მეტი გათვალოთ ჯობია, ამიტომ შეგიძლია მოამზადოთ ყველაფერი. უსაფრთხოების კარკასით შეუკვეთოთ, იმიტომ რომ მილების ჩამოტანას და დამზადებას დიდი დრო სჭირდება საკმაოდ თვენახევრიდან 2 თვემდე. დაკიდების სისტემა, ანუ ის რაც რეგლამენტში წერია, რომ გაეცნობით, ნახავთ, რომ ძირითადად ავტომობილი არის სტოკი, მცირე დიდი ჩარევები არის შესაძლებელი, რაც რეგლამენტის მიხედვით წერია და იმ რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებთ. ისე რომ აი როგორც ძრიფში არის free რაღაცა გადაჭერი იქ რაღაცა თავისი სხვა დააყენე რაღაცები, მსგავსი და ჩარევები აქ არ შეიძლება. ამიტომ ეცნობით რეგლამენტს და რეგლამენტის მიხედვით მიყვებით ავტომობილის მომზადებას. კონკრეტულად ამ ავტომობილზე როგორც ხედავთ, ანუ სტანდარტია ყველაფერი უბრალოდ დააპდეიტებულია და შეცვლილია ალები, სანთლები, ბაბინა როგორ არის ქართულად? ბაბინა. ჩიბუხი. ხო, ჩიბუხები არის. ანუ ქარხნულია, ქარხნული წარმოების არის, უბრალოდ ახლები აყენია. ანუ ავტოსპორტში ავტომობილი ისე დატვირთვებს ღებულობს, რასაც ჩვეულებრივ სიარულში შეიძლება 2-3 წელი არ დატვირთოთ ავტომობილი რა და შესაბამისად განახლება შეგიძლიათ რა როგორც უყურებთ სრულიად სტანდარტულია ავტომობილი რა რის შეცვლაც დაშვებულია მხოლოდ ისინია დაშვებული დაკიდების სისტემაა შეცვლილი რომელიც ყველას ერთნაირი უყენია და საქართველოში ტოპ-სპიცა აქვს და მოიძრება იმიტომ რომ ეს ამ წრიული ბოლისთვის მოსამზადებელი პერიოდი სანამ დაიწყებოდა შეჯიბრი დაახლოებით 6 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი იყო, სადაც ბიჭები ტესტავდნენ სხვადასხვა პაზვესკებს, სხვადასხვა მიმართულებით, სიტყვაზე ხიდებს, გადაცემათა კვილანებს და ასე შემდეგ და საბოლოოდ მიიღეს ის ვერდიქტი, რომ ანუ მიზანი იყო, რომ ეს კლასი ყოფილიყო დაბალ ბიუჯეტიანი. რაც დაახლოებით ავტომობილის შეძენისთან გამზადებამდე მოიცავს 8-დან 10.000 დოლარამდე. დაახლოებით კი. ხო, 8-დან 10.000 დოლარამდე შეგიძლიათ იყიდოთ ავტომობილი, ჩამოიყვანოთ, გაამზადოთ. არის თან ალბათ როგორ რამ მდგომარეობაში ჩამოვა ავტომობილიც რა, იმიტომ რომ ეს არის ეს 2000-ის მერყეობა არის ის ზოგს ხო, ანუ ზოგს ჩამოიყვანა მანქანა, მაგრამ დაუშვათ ძრავი არ იყო კარგ მდგომარეობაში და ანუ ეხა
აქ იმდენად დიდი კონკურენცია არის განსაკუთრებით ალბათ რავი პირველ ათეულში, რომ იქ მიათედებზე მიდის საუბარი, ერთმანეთს არაფერს არ უთმობენ ესე ვთქვა და აი ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია რა, აი პატარა დეტალებიც კი მოითხოვს დიდ დაკვირვებას და ანუ ეს ხარჯები რაც არის შეიძლება ქარხნულად დაყენდეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზოგმას ძრავის სრულად დაასერვისა. ძირითადი ხარჯი მაინც ასე თუ ისე ძრავზე მიდის და გადაცემათა კოლოფზე რა, რომელიც აუცილებელია რომ იდეალურად იყოს გამართული. ავტომობილის მომზადების პერიოდში ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი აი ეს ფაქტორებია, რომ აი მაგალითად დრიფტთან პარალელს გავავლებ, იმიტომ რომ დრიფტში ძირითადად ფრი გაქვს და რაღაც ის ცვლილება თუ გინდა შეზღუდული არ ახარ. აქ კიდე რა ავტომობილის ტექნიკური გაუმჯობესებისთვის ყველაფრის გამოყენება არ შეგიძლია და დაასდევ ისეთ ნიუანსებს და ისეთ წვრილმანებს, რომ ცირედ გაუმჯობესო შენი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, რომ აი მე უკვე რაღაც სამეცნიერო კუთხით გადაერთვები და დაასდევ. აი მაგალითად ამ კონკრეტულ ავტომობილზე გაგრილების სისტემები დავაყენეთ, ჰაერის ამღებები, რომელიც წინა სამუხრუჭეს სისტემას აგრილებს, რაც გეხმარება იმისთვის, რომ წრიულ ბოლაში დაახლოებით 15-20 წრის სიარული გიწევს, რაც ძალიან დიდი დატვირთვაა სამუხრუჭეს სისტემაზე და ახანგრძლივებს ამ პერიოდს რა. სამუხრუჭეს სისტემა მე როც ხელდება, ტორმუზის მანძილს თანდათან შენსკენ გადმოწევ და საშუალო სიჩქარე გიუარესტება რა და ამ ყველაფერში აქ უკვე წამების მიათედებზეა საუბარი, ამიტომ დაასდევ. ნამდვილად. ასევე ძრავის გაგრილებას დავამატეთ. ძრავის გაგრილება, ეგ ზოგადად დაეშვა ძრავის გაგრილება, პრობლემა შეიქმნა. მოკლედ, კი, არა, პრობლემა არ შექმნილა, მაგრამ ესე ვთქვათ, აი, როდესაც შეკრებაც იყო, ესე ვთქვათ, მაშინ აღნიშნეს, რომ ანუ ეს მანქანები ჯერ იმიტომ არჩიეს, რომ როგორც ვიცით, ესე ვთქვათ, ეს 3-დან 0-ები არის ძალიან გამომდგარი ძრავი. და ზოგადად მანქანაც ესე ვთქვათ დიდ დატვირთვებს უძლებს, იმიტომ რომ ეს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ტარდება 325-ების თასი. როგორც აღნიშნეს, ანუ უნდათ რომ ეს მანქანები რაც შეიძლება დიდი ხანი ყოფილიყო ექსპლუატაციაში. მოკლედ ძირითადი ბიუჯეტი მაინც მიაქვს ავტომობილის უსაფრთხოების კარკას და ომოლოგაცია. კი. რა შედის ომოლოგაციაში? გეტყვით ახლა, ანუ ომოლოგაციაში უსაფრთხოების შიდა ჩემპიონატზე არ არის აუცილებელი რომ ომოლოგირებული უსაფრთხოების კარკასი გქონდეთ, ანუ რო იცოდეთ შეგიძლიათ თქვენთვის გარაჟში ააწყოთ ავტომობილი და ინსტალიროთ უსაფრთხოების კარკასი, ოღონდ უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი საავტომობილო სპორტის ფედერაციის მოთხოვნებს. თუ აკმაყოფილებს, უპრობლემოდ დაიშვებით წრიულ ბოლაზე. მაგრამ აუცილებელია ფეხსაცმელი წინდა, რეიტუზი, კომბინიზონი, შლემი, სავარძელი, რემნები, ეგ ყველაფერი ომოლოგირებულია და საკმაოდ ამ 8000-დან არა მე პროცენტულად 10000 რო ჩავთვალოთ მანქანა, 1-2000 დოლარი დაახლოებით უნდა გათვალოთ ეკიპირებაზე, იმიტომ რომ იქაც დაახლოებით 20-25%-ს იქაც სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ ეკიპირება არის და ზოგი ძვირიანი, იაფიანი ომოლოგირებული, მაგრამ ძალიან ბევრი არჩევანია და ნუ ვის როგორი მოეწონება და ვის რის სურვილიც ექნება იმის მიხედვით. ასე რომ იმ 10000 დოლარს თუ 8000 დოლარს ზევიდან კიდე აუცილებელი ხარჯი იქნება ეს ეკიპირების, რომელიც გასათვალისწინებელია ასევე. ამის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად არ დაიშვებით რბოლაზე. რა ემოცია, რა გამოცდილება და რა შეგრძნება მიიღე კონკრეტულად სპორტის ამსახეობისგან? მოკლედ ესე ვთქვათ იქამდე სანამ რბოლაში მივიღებდი უშუალოდ მონაწილეობას, როგორც გითხარით, ვარჯიშობდი. აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ რაღაცა ელემენტარული შედეგი დადო და კონკურენტუნარიანი გახდე. და ნუ ვარჯიშებზე სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული იყო ცოტა ჩემი ამ წრიულ ბოლებზე გადართვა, იმიტომ რომ საერთოდ სხვანაირ ტარებას მოითხოვს რა. ის როგორც ქალაქში დავდივართ ჩვეულებრივად ყოველდღიურად, აი როგორც შავი და თეთრი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან რა, აქ აი სადა დედამიწა, რავი, რაც კი შეიძლება რომ სხვადასხვა რომელია ისიც გითხარი. მოდი მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არ არის რაღაც არ გამოირჩევა რაღაც განსაკუთრებული სიჩქარით და მანევრით, მაინც ძალიან
დამწყებისთვის განსაკუთრებით დიდი გადატვირთვები აქვს. ეხლა მე არ ვამბობ საუბარი არ მაქვს 1 და 2 წრეზე. აი სარბოლო რეჟიმში ეხლა 10-15 წრე როცა გიწევს რბოლა, იქ ძალიან ბევრი რაღაცების გამოცდა გიწევს, ესე ვთქვათ. აი ჩავერთვები პირველ ბოლის დროს იყო, ნოდარ არ უცუდად გაგვიხსნა, ხო? წყალს რო ითხოვდა. სალამი ნოდარ. აქა ვართ, წყალიც ბევრი გვაქვს. მაგრამ თან წყალი არ მიაწოდეს, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რა და უნდა გადარჩენილიყო მოკლედ. სხვა გზა არ ქონდა რა. იმიტომ რომ რბოლის მერე კვალიფიკაციის მერე იწონება მანქანები. კარგი იდეა რაშია რა, კვალიფიკაციის მერე იწონება ავტომობილები და 1400 კილოზე ქვემოთ თუ ჩამოხოდი, უქმდება რა შენი რეზულტატი, შედეგები. ამიტომ ყოველი კლუბი შეიძლება გადამწყვეტი იყოს რა, ესე ვთქვა. წყალი არ დაალევინეს, წყალს კლავდნენ რა. მოკლედ გაცილებით დიდი გადატვირთვები აქვს ჩვეულებრივ ავტომობილთან შედარებით. ვარჯიშებზე, მივეჩვი ამ გადატვირთვებს, ესე ვთქვათ და ვარჯიშებზე ის ყველაფერი ბოლომდე არ მქონდა აღქმული, რა რეალობაშიც უნდა მოხვედრილიყავი რა. პირველ რბოლაზე უკვე როცა გამახურებელ წრეზე წავედით, საოცარი ადრენალინი მომაწვა რა, მანდრაჟს რო ვეძახით, ესე ვთქვათ. ცოტა ნერვიულობდი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იქ ვარჯიშებზე ხო ნახე, ხა პატარა სიჩქარით არ დავდივართ რა, დაახლოებით 170-დან 190 კმ/სთ-მდე გვიწევს. მაქსიმალური სიჩქარე გაქვთ 191 გაჩერდა. ხო, მე მაგას ვამბობ. მაგ სიჩქარით ხალხი აგერ წდება ხოლმე. კი ბატონო. კი, ხო და ჩემთვის ეს უცხო იყო. კალცოს ვადიდებ და უცბად რიფტის თემაში შემოვარდი. და მანქანა გვაკლია ზანოს და ხო და მოკლედ თან პირველი რბოლა, შევისწავლე ესე ვთქვათ მაქსიმალურად. რაც მოხდა და როგორც მოხდა, განსაკუთრებით პირველ მოსახვევში იყო ერთი ამბავი რა, ავარიებიც იყო და ასე შემდეგ და ამ ჩემ პირველ რბოლაზე როცა უკვე დავდექი სტარტზე, აი როგორ გითხრათ, პირველ მოსახვევში ცოტა შევნელდი, იმიტომ რომ ისევ მეგონა რომ რაღაცები მოხდებოდა რეალურად. ეს ყველაფერი არის გამოცდილება რეალურად და აი ამ პატარა დაფიქრებაზე თუნდაც ერთ წამიანზე, აი ისეთი მნიშვნელოვანია ყოველი წამის მიათედი, რომ ბოლო ადგილას აღმოჩნდი უცბად. წინ არაფერი არ მოხდარა, მაგრამ ამ იმ ყურებით რომ აი დაუშვათ რა ხდება წინ, ყველამ ჩამიარა გვერდებიდან და მოკლედ პირველი და მეორე რბოლა, იმ ერთ დღეს არის ორი რბოლა, ერთი ჩვეულებრივი კვალიფიკაციის მიხედვით როგორც არის, ისე ვდგებით. შემდეგი რბოლა არის რევერსული ეს არის პირველი 8 კაცი ტრიალდება, ანუ რომ მერვე პირველ პოზიციაზე გადის, ხო ესე გადანაცვლება ხდება, რომ უფრო გადასწრებები და მეტი სანახაობა იყოს, ესე ვთქვათ. დანარჩენი მე-9-დან ზევით. გაგიარეს ქორივით. კი, ხო და მოკლედ მომიწია მანქანებთან ესე მართლა ამ მაღალი სიჩქარით უკან მიყოლა თან გაზზე გიდგას ფეხით ხან ტორმუზე ფიქრობ რომ ამი არ მოხდეს და მოკლედ ძალიან დიდი ემოციები იყო რა, ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე და მე მოკლედ მეორე რბოლაზე უკვე აი ეს პირველი ეტაპის შიშები რაც მქონდა, ესე ვთქვათ, ასე თუ ისე დავძლიე და ბევრად აგრესიული მქონდა მეორე რბოლა, იქ გადასწრებების გავაკეთე, მანქანებთან შეძრომების და ასე შემდეგ რა, ანუ იმიტომ რომ მივხვდი რომ სხვანაირად უბრალოდ აზრი არ მქონდა რა. ძირითადად იმ რბოლელები ალბათ 80% იქ ყოფილი რბოლელი არიან, მოქმედი რბოლელი არის, რომელიც ძალიან მაგარი ბიჭები არიან, ერთი გოგოც იყო მარიამ დავითიძე და მოკლედ ძალიან ჩამithრია ამ სპორტმა რა. ამ ყველაფრის მერე ამ მეორე რბოლის შემდეგ კიდე უკვე მანქანაც ასე თუ ისე შევიგრძენი უკვე, შევისწავლე. თავიდან აი ეს წნევებზე ხა მანქანას გარდა იმისა რომ დაუშვათ მოვაწყობთ ყველანაირად, ხო? მე იქ უკვე ინდივიდუალური მორგება ხდება მანქანის იქ ჟარგონებს ვიხმარ რაზვალის და მანქანის ხოდი რაზვალი ყველაფერი საბურავის წნევები ეს ყველაფერი უკვე ინდივიდუალურია რა იქ მანქანის ფლიანეცები ანუ ესე ვთქვათ საბურავების გაწევა კი სპეისერები და ისაუბრე ქართულად ხო ბაზის გაგანიერე ხო აღნიშნე რომ ჟარგონებს ვიხმართ ხო და მოკლედ ამ ყველაფერზე დავიწყე უკვე ფიქრი, აი მეორე რბოლის შემდეგ რა, მეორე რბოლაზეც კი რაღაცები დავაკორექტირე, მაგრამ აი მესამე რბოლისთვის უკვე სხვანაირად გადავერთე, იმიტომ რომ მეც შევისწავლე რაღაცეები, უკვე შეგრძნებები დავიწყე სხვანაირი და მაგ ეტაპამდე მივედი რა და
მოკლედ, შენ როგორც დამწყები კალცავი კი ესე გეტყობდი რა, აი ეს დანახარჯები, ფინანსები. ამართლებს იმ შეგრძნებებს, რაც მიიღე ამ ყველაფრისგან? მე ვიტყოდი, რომ გადაჭარბებულიც არის ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს აღნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ პირველი რბოლა, ესე ვთქვათ, ანუ ამ სახეობაში, ზოგადად ავტოსპორტში პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან დიდი ემოციები და შთაბეჭდილებები დამიტოვა. ის რა ფასის ეს მანქანა ჯდება, ესე ვიტყოდი, აი საერთოდ არც ერთი თეთრი არ არის დასანანებელი. ანუ კიდე და კიდე უფრო სურვილი მაქვს, რომ მეტი გავიღო ამ მანქანისთვის, იმიტომ რომ ვიცი, რომ უფრო და უფრო მეტი შეგრძნებები მექნება რა. ანუ რეალურად აქ მანქანის ღირებულებაზე იმდენად არ არის, როგორც იქაური სიტუაცია თვითონ რბოლის დროს, ეს კიდე ცალკე ასაღნიშნია, იმიტომ რომ იქ ყველა ვინც არის უმეტესობა, ну, მაგრამ ძირითადი ნაწილი სპორტსმენები არიან ავტოსპორტით დაკავებული, აქამდეც და ეხლაც და საერთოდ სხვა გარემო არის, რა ძალიან ბევრი რაღაცეები. კი, საერთოდ სხვა სამყაროა, ძალიან ბევრი ვისწავლე, რაც აი საერთოდ არ ვიცოდი, ესე ვთქვათ, აი ისეთი რაღაცეები გავიგე თვითონ მანქანასთან დაკავშირებითაც. ზოგადად იქ მართვა ტრეკზე, ავტოდრომზე მართვა ძალიან დამეხმარა კიდე ქალაქში, მე ჩვეულებრივი მანქანით სიარულით, ანუ იმ ხრივ ამბობ, რომ ჩხარაზოს არიაროთ, იმ ხრივ ამბობ, რომ მანქანის მართვა სხვანაირად დავიწყე, თუმცა ბევრი ნიუანსები არსებობს, თუნდაც ელემენტარული მოსახვევში შესვლა, იქ ტორმოზი, ყველაფერი და ეს ყველაფერი, ანუ ამიტომაც არის აუცილებელი ჩემი აზრით, რომ ზოგადად ადამიანმა ტრეკზე პერიოდულად იაროს, განსაკუთრებით იმ მანქანით, რომელთაც ყოველდღიურადაც გადაადგილდება, თუნდაც რომ იმ მანქანის, ესე ვთქვათ, რაღაცა ზღვარი იცოდეს და ბევრად უსაფრთხო იქნება მისთვისაც და გარშემო ყოველთვის. ტექნიკური მასახასიათებლები უკეთ შეიგრძნოს და შესაბამისად როგორც მძღოლის თავისი სკილები აიმაღლოს. კი, ნამდვილად. ასე რომ გირჩევთ მოხვიდეთ ავტოსპორტში და ავტოსპორტში მოსვლის დაწყება იწყება საავტომობილო სპორტის ფედერაციაში რბოლელის ლიცენზიის განცხადებით. ასევე მოკლედ ჩემ მანქანაში, ну, ძირითადად სხვა მანქანები რაცაც დავაკვირდი, სხვა მანქანებში ეს მეორე სავარძელი არ დევს. ჩემთან ეს სავარძელი იმიტომ ჩავდე, თუნდაც რომ ზოგადად როცა სეზონი არ იქნებოდა ან ისე გადაადგილებისთვისაც მგზავრი შეძლებოდა ჩემთან ერთად მგზავრობა სხვა ადამიანს, მაგრამ ძირითადი მიზანი ამ ყველაფერს ჰქონდა, გამომდინარე იქიდან რომ მე გამოცდილება არ მქონდა ამ სპორტში, ისევ და ისევ აი ნოდარ სვანინძეს აღნიშნავ და დათა ქაჯაია, ეს ორი ადამიანი აი ძალიან დამეხმარნენ იმაში, რომ ეს ყველაფერი, ანუ ეს გამოცდილება, ესე ვთქვათ, და ცოდნა უფრო სწრაფად მიმეღო და გაცილებით მაღალ ხარისხში რა, იმიტომ რომ თავიანთი ესე ვთქვათ, გამოცდილებები რაც კი იცოდნენ მაქსიმალურად გამიზიარეს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ორივე ადამიანს და აი ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ და კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი და მეტ რაღაცებზე, ესე ვთქვათ, მომიწია მუშაობა, რადგან აქამდე მარტო როცა დავდიოდი არ მიწევდა. და ესე ვთქვათ, აი დროებსაც რო დავაკვირდეთ, თავიდან რომ მივედი, რო ვიარე პირველად მანქანით, ну, ძალიან დიდი დრო მქონდა, ისე ზოგადად აღნიშნავ, რომ დაახლოებით 2 წუთში დადის ეს ავტომობილი რუსთავის ტრეკზე და მე 2 წუთი და 10 წამის ზევით მქონდა. მერე ნელ-ნელა ჩემით რაღაცას ვახერხებდი და დაახლოებით 2 წუთი და 7 წამდე ჩამოვედი და აი დათა რომ ჩამიჯდა, მერე ნოდოც ჩამიჯდა, აი ამ ორივე ადამიანის წყალობით უკვე 2 წუთი და 1 წამიდან გამოვედი, ესე ვთქვათ რა, გავტეხე ეს. ეხლა 2 წუთზე მაქვს შემდეგი მიზანი რომ განაცხადი? კი, და აუცილებლად იქნება. ვარჯი, ოღონდ ეს ყველაფერი მოითხოვს აუცილებლად ძალიან ბევრ ვარჯიშს და დაკვირვებას და აი თითოეული რომ შეიძლება არ გვეგონოს რომ რაღაც პატარა დეტალებიც რომ უმნიშვნელო არა, აი ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის და დასაკვირვებელი რა. ძალიან კარგი. უღმესი მადლობა. ცოტათი გავერთოთ, ხო? შეიძლება. კი ბატონო. ჩვენ ახლა კაპოტს ჩამოხურავთ, კაპოტს არა, ძრავის ხუბს და ცოტას გავერთობით. New year, new money, but it's the same old me. Need the yard that don't come cheap before I get ego teeth. They wanna play with sticks and stones, I'm calling them Jamie T. Up chasing coins.